რას დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა. მერე რომ არჩილობა არ იყოს, ვის უჭერ მხარს? აგერ სრულიად ღიად ვამბობ. აი, კამერაში ვიყურები და ვიძლევი ჩვენებას. მე რეკლამას ვუწევ პარტიას სოლიდარობა მშვიდობისათვის. და კერძოდ მის საერთაშორისო მდივანს მამუკა ფიფიას, რომელიც თავს არ ზოგავს მსოფლიო მშვიდობის დასამყარებლად. ეს არის ვაშა გადაცემა. თენგიზ გოგუტიშვილის პოდკასტი. გინახავთ როგორ ამყარებს მშვიდობას რუსი და ქართველი რუსი. აი ასე. ხო, რუსული დროშა ჯავშანშილეძე არ გეჩვენებათ, ეგაა. არც კალაშნიკოვი გეჩვენებათ, არც BMP. ქუეთა საბრძოლო მანქანა. ეგ ყველაფერი კადრში მართლა არის. და ამ ყველაფერს მართლა ამბობს. 2021 წელს სერგეიმ ააცხო ახალგაზრდა მებრძოლების, იუნარმიის, უბრალო მოქალაქეების ძალიან მძლავრი მოსამზადებელი პროცესი. ჩემთან წინადადებით მოვიდა და მე ყველანაირი საშუალება მივეცი ამ კეთილი საქმისთვის. ამ კლუბში მომზადება ძალიან ბევრმა გაიარა. კი, კლუბია, თასზე მეტმა გაიარა. მინდა გითხრათ, თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის. აქ ყველაფერი მაქსიმალურად არის მიახლოებული რეალურ პირობებთან. უბრალოდ დღეს ფუჭით ქვიებით ვისროდით. მე ჯერ არ წავსულვარ ომში, არ შეგეშინდეთ, მაგრამ თუ საჭირო გახდა, წავალ კიდეც. მამუკა ფიფია, რომელიც მედიაში ადრე გავრცელებული ცნობით გაქცეული, ანუ სანქცირებული ძებნილი და გარომანოვებული ოთარ ფარცხალაძის ახლო მეგობარი და ფინანსური პარტნიორია, ცხოვრობს რუსეთში. წლებია. სადაც გამოსდის ცდილობს ყველგან აქტიურობს მაქსიმალურად. 2025 წელს მაგალითად რუსული სახალხო ერთობის კლუბის პრეზიდიუმის წევრად აირჩიეს. ამავე კლუბის წევრია კრემლის იდეოლოგი, დიდი ფილოსოფოსი ალექსანდრ დუგინი. ფიფიამ რუსეთის მოქალაქემ, როგორც თვითონ ამბობს, ძალიან აქტიური როლი შეასრულა რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების აღდგენაში. შემდეგ კი პირველი რეისის მგზავრის გახდა. იგი იყო კურსკში ქართველების სახელით ჰუმანიტარული დახმარების ჩატანის ინიციატორი. თვეების წინ 2025 წლის შემოდგომაზე ფიფიამ ოკუპირებულ დონეცკში ჩაიყვანა კახაკალაძის სიძე, პაატა აბულაძე და ჟურნალისტი ნიკოლოზ მჟავანაძე, სადაც ისინი ეგრეთ წოდებული დნრ-ის ხელმძღვანელ პუშილინსა და სხვა ტერორისტებს შეხვდნენ. დიდი სიყვარულით. აბულაძე და ფიფი არიან პირები, ვისაც რუსული პროპაგანდა იყენებს სასურველი თემის, ჟენევის მოლაპარაკებათა შვეიცარიიდან ნამდვილად ნეიტრალურ ბელარუსში გადატანის მოთხოვნისთვის. ამას ხშირად ამბობენ. ეს მოთხოვნა პირველად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააყენა, როდესაც შვეიცარია უკრაინისთვის იარაღის გადაცემას დათანხმდა პირველად. პარტიამ სოლიდარობა მშვიდობისათვის 2024 წელს საჯარო მიმართვა გაუგზავნა პუტინსა და საქართველოს ხელისუფლებას და ახალი ტრაქტატის დადება მოითხოვა. მიუმართავთ საქართველოს ხელისუფლებას. დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთის ხელისუფლებასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე. დროა აღვადგინოთ უსაფრთხოების ერთობლივი სისტემა. ჩვენს ხალხებს სჭირდება ახალი გეორგიევსკი. ჩვენს ხალხებს სჭირდება ახალი კავშირი. რუსის უკანალში შეძრომის მომხრეები საქართველოს არასდროს აკლდა და არც ამის ხმამაღლა თქმელები. მაგრამ ჯავშან მანქანაზე შემომხდარი ეთნიკურად ქართველი ჯიგიტები, როგორც ამბობენ ხოლმე, რუსის სახელით მშვიდობის დასამყარებლად რომ ემზადებიან, სერგო ორჯონიკიძის შემდეგ აღარ გვინახავს. და აბა ემისთვის გეკითხა მოღალატე ხარ თუ არაო, მაუზერს დაგახლდათ. თუმცა ცხოვრება მერე ისე შეუბრუნდა, მაუზერი თავად დაიხალა. არა, ამ მამუკა ფიფიას კი არაფერს უსურვებ, ღმერთმა დაემფაროს. ოღონდ ღმერთმა ყველანი დაგვიფაროს ამისგან და ამის გატრაქტატებულისგანაც. შავი ზღვა რაფრად გეჩვენებათ? თუ ვინმე გიყვართ, ან არ გიყვართ. კი, როგორც წესი, შავი ზღვა მუქია, მაგრამ ახლა ივნის-ივლისში სილაჟვარდე გადაუვლის ხოლმე. თქვენ შეიძლება გეზარებათ შეხედო. სამაგიეროდ არ ეზარება ნასას. ყოველ წელს შესაფრებულია და აკვირდება შავი ზღვის გალდურჯებას. ახლა ზღვამ არ უღალატა ნასასა და დანარჩენ მეცნიერებს. გადალაჟვარდდა. თავის ბოსფორ მარმარილოს ზღვიანად, რა თქმა უნდა. შავ ზღვაში ამ დროს ყვავის ფიტოპლანქტონი. კონკრეტულად თუ გაინტერესებს სახელი, კოკოლიტოფორესი. მიკროსკოპული მცენარეა, რომელიც წელიწადის ამ დროს გვახსენებს ხოლმე თავს. ნასას ახსენებს. ახლა წარმოიდგინეთ, ამ ზღვას ჩვენ რომ აქტიურად არ ვაბინძურებდეთ და რუსების ჩაძირული ტანკერების ნავთობპროდუქტებით არ ვწამლავდეთ. რა ლამაზი სანაპირო გვექნებოდა. მაგრამ კაი არ აუშავს. ეგენი სულ ჩაიძიროს და ზღვას მერე უშველით, აგერ ნასაც ჩვენთან არის.
სანამ ბორიარუსი ყველაფერს დახურავს, საქართველოში რჩება საბადოები, საიდანაც სრულიად ფანტასტიკური ინფორმაციის მიღება შეიძლება. რეგიონული სააგენტოები, მაგალითად ქართლის ამბები და მადლობა მათ. ამ ქართლის ამბების მოძიებული ინფორმაციით გორის მერიამ 2 მილიონი ლარი მიათხრიშა ჩოგბურთის კორტის მშენებლობაში. 2025 წელს საზეიმოდ გახსნა კიდეც მერიამ, მაგრამ მას შემდეგ ერთი დღითაც არ გაუღია არც ათამაშოდ და არც ავარჯიშოდ. მოედანი, უფრო ზუსტად, 3 მოედანი ამ კორტზე სასშეჯიბრო სტანდარტს არ აკმაყოფილებს. მთელ მსოფლიოში თურმე კორტი უნდა გაიშალოს ჩრდილოეთ სამხრეთით. რათა მზემ არც ერთ მოთამაშეს არ შეუშალოს ხელი, ან ორივეს ერთნაირად შეუშალოს. გორელები კი ამდგარან და კორტის თავი დასავლეთს უქნიათ, ბოლო აღმოსავლეთს. მიცვალებულივით რა. ამიტომ კორტზე შეჯიბრს ვერ ატარებენ ახლა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი 2 მილიონი ლარი გადაგდებული აღმოჩნდა. მზე გვიჭიტინებს ახლა ჩოგბურთელები ამბობენ. არასწორადაა კორტი აშენებული. და რა გინდა როქნა. გორის ყოფილ მერს, ვინც კორტების მშენებლობა დაგეგმა და კონტრაქტი გააფორმა თავის დროზე, ახლა არცალია. ამერიკაში დადის და ფულზე ჭიდაობს. თანძახის პარლამენტის წევრი ვარ მე. დღევანდელი მერი ამბობს, მე რაშუაში ვარ, მე მხოლოდ ლენტი გავჭერიო. და ამ პროექტებელი ამბობს, რაც მომთხოვეს ტენდერით ის გავაკეთეო. და მშენებელი ამბობს, რაც დამიხაზეს ის ავაშენე, რა ვიცი მე ჩოგბურთის წესებიო. აი მართალია. საიდან უნდა იცოდეს კომპანია, რომელიც მილიონებს იღებს საჩოგბურთო სტადიონების და კორტების მშენებლობაში. რა არის ჩოგბურთი? რატომ ევალება ამის ცოდნა? ქოცემა ზუგდიდის სტადიონი რომ ააშენეს და კუთხურის ჩამოსაწოდებელი ადგილი რომ აღარ დატოვეს, ეგ ხო გახსოვთ? ბათუმის სტადიონი რომ ააშენეს და დრენაჟი რომ დაავიწყდათ, წყალბურთს რომ თამაშობდა ყველა, ეგ ხომ გახსოვთ? ეგ ქოცები არიან ისევ. ისევის ბორია. მისთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდის და სტადიონებსაც, კორტებსაცა და ქვეყანასაც ამის მიხედვით აშენებს. და საერთოდაც კაცმა რო თქვას, გორში ჩოგბურთს რა უნდა. ეგენი აჭიდავე რა. აი, ეგ იციან თუ იციან. ტატა მია, ტატა. ეს იყო ვაშა გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ, გამოგვეხმაურეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროშა. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემდა.